ორ შაბათს იქნება ჩემი პროცესი და ველი იმავე განაჩენს. ოღონდ ჩემ შემთხვევაში ჯერ თვითონ პროცესი ფაქტობრივად არ დაწყებულა და შეიძლება გადაიდოს გამოცხადება. ხოლო რაც შეეხება განაჩენს, მეც 4-5 დღეს სადღაც მოველი. ეს გვაჩვენებს, რომ კიდევ ერთხელ ცდილობს რეჟიმი, რომ შეაჩეროს ეს პროტესტი, ფიზიკური პროტესტი დაშალოს და რუსთაველი გაათავისუფლოს დემონსტრანტებისგან. რა თქმა უნდა, მხოლოდ ეგ ფიზიკური პროტესტიც არ ასახავს საერთოდ ამ დიდ უკმაყოფილებას რეჟიმის მიმართ. და ჩემ გარდა მრავალი ადამიანი დგას აქვს აქ და ალბათ გამოდის, რომ ყველას დაკავება მოუწევთ. ასევე ჩემს უკან, ჩემი ოჯახის წევრები, მეგობრები, მრავალი ადამიანი დგას, რომელიც განაწყენიანდება და დღესაც ვამჩნევ, მოსული არის მრავალი ისეთი პირი, რომელიც დიდი ხნის უნახავი იყო ჩემთვის კონკრეტულად აქ პროტესტზე.